მაგარ მომავალში ცხოვრობ რა. აქ რომ ხარ, წმუნდები რომ მთელი მსოფლიო ძალიან სწრაფად ვითარდება. გული არ გაიტეხვა დედაპლატა, გამიშველობა. ვიღაცებს სამსახურის დაკარგვის შეშინოდა, მაგრამ როგორც ხედავ, თვითონ რობოტებიც ეძებენ სამსახურს, ხუარჩტები, ერთდროინები აკეთებენ კაი საქმეს. ჩვენ ცდილობთ მეგობრებს არ მოწონთ. ამას ქართველი ელექტრიკი დედას უტირებდა ერთ დღეში. Do you know Georgian? Let's kick it up for our challenger. აი ესა რა, არც მას დაგიყრის, არც რამე ისეთ, არც უნი ექნება. მე და ჩვენი Agility Robotics-ი წარმოგიდგენთ CS26. მოგესალმებით CS26-დან მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიებიდან და აქ ნახავთ ყველაფერ ტექნოლოგიურს, რაც დაგორავს, ფიქრობს და აზროვნებს. მოდით დავათვალიეროთ. Hey everyone, I'm Auto. Wow. We can do the comparison, the screen size and reactivity. Yeah. Okay, ეს არის Steam Deck-ების მომავალი. ეხლა რა VR-ი ბევრს კეთებია და არაფერი გასაკვირველი არ არის VR-ის თამაში, მაგრამ ეს არის Steam Deck-ი, რომელიც დაერთებულია ესეთი პატარა სათვალე, AR-ია, ანუ დაგყვებათ ყველგან ტელევიზორი რა. არ ვიცი, აი ძალიან საკაიფოა, ძალიან კომფორტულია, რაც სავარია ხელზე. აქ ამებში მიკროფონ დინამიკებია და ხმა საკმაოდ კარგად მესმის და გამოსახულებაც არის იდეალური. Asus-ი და ROG-ი თავის ტექნოლოგიებით ძალიან მაგარ რაღაცებს პირდება. ვნახეთ სათვალე, ახალი Steam Deck-ი, კომპიუტერები, OLED ეკრანები, მოწყობილობები. ეს არის mini CNC. აი ეგეთი პატარა საყვარელი დეტალური make era. For this one, our newest product C1, the price is under $900, much more affordable. Yeah, and also this machine has very high accuracy. It could process under 0.02 millimeter things. So with this machine, we could easily process different kind of materials like brass, aluminium, plastic, also stainless steel, different kind of materials. აგერ ვიპოვე Kickstarter-ით. Fundraising-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა, სადაც ნახავთ უამრავ რაღაცებს fundraising-ისთვის. I haven't had that with and then you use that power to store into a 12,000 milliamp hour battery. You can then use that power to charge electronics, so your iPhone, iPads, all the way up to even like laptops and power stations through our USB-C PD port that can output up to 75 watts. So this product has been designed for... Is the battery internal? Yes, it's an internal 12,000 milliamp hour battery. ანუ ქარის ტურბინა რეალურად რომელსაც შეუძლია ენერგიის გამომუშავება და ძალიან კარგია მაშინ როცა რავი ალბათ სალაშქრო დადიხარ ან მანქანით გადაადგილდები რომ ესეთი ცოტა დიდი ზომის არის და წაიღო კომპაქტურად სადმე ან კოტეჯში ტყეში ან სადმე ისეთ ადგილზე სადაც ქარი მოიპოვება და შეგიძლია რომ რავი მობილური და ლეპტოპი ამუშაო ძალიან მარტივად. Like, you have your solar, but then this is a wind alternative that works at nighttime or in the rain. მოგეთ წვანე ენერგია ძალიან დიდი დოზით არის წარმოდგენილი. აგერ საფრანგეთის ტენთან ვართ. მოდი აბა ვკითხოთ ბარემ რა ხდება საფრანგეთში. ხო, ეს არის ფრანგული კომპანიების სტარტაპები, წარმომადგენლობები. აქ რას ხდება? ხო, მზის პანელებია. ტრეკადი მზის პანელები. Not exactly solar panel. In fact, it's a light energy harvesting solution because we can harvest the ambient light like here, and we start to produce energy at only 5 lux. With our technology, you can forget the battery use in the IoT device. In this type of smart label, for example, there is no battery inside, so
it means you don't have any maintenance cost that's associated to the product. ეს არის სათვალე მეგობრებო, ხედველობა შეზღუდული ან არ მქონე ადამიანებისთვის. Basically, I am blind, so I cannot see you. So I have that device to get the image and to transmit it directly through the optic belt I have here. Next to my back, there are 256 actuators that are just like tapping me on the back, just really tiny, just like fingertips, and drawing me shapes and giving me a full live picture of what the camera is looking at. So that way we can transform a visual signal into a sensitive signal. I can really feel. Wow. If you want, I can show it to you. სამაგარი ტექნოლოგია, როგორც მივხვდით, მოგეთ თავარი მუღამი არის კამარ ჩაშენებული. აქ აქვს კამერა, რომლის მეშვეობითაც ხდება გამოსახულების ანალიზი და კამარს ჩაშენებული ძრავების და ვიბრაციის მეშვეობით მოკლედ სხეულზე გადასცემს მოკლედ ვიზუალებს. ვიზუალი შეგრძნებას ყოველ შემთხვევაში. აი ძალიან საკაიფო ტექნოლოგია, ანუ ბევრ ჰაკათონზე თუ რა სხვა კონკურსზე საქართველოშიც კი ბავშვები და დიდებიც აკეთებენ ხოლმე აი ამ უსანათლო ადამიანებისთვის და ხმარებისთვის სათვალეებს, რომელიც იყენებს ულტრასონიკს, კამერას და ამ შემდეგ, მაგრამ ეს აი დამატებითი კამარი არის მთელი მუღამი ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ნუ სათვალეში კამერი ჩადება, არავის აღარ უკვის, მით უმეტეს smart სათვალეების ბუმი არის წელს და მაგასაც მოკლედ დაგათვალიერებინებთ რა. აბა ვნახოთ ახლა ავთომ უნდა გაისინჯოს ეს კოსტიუმი, აი ასეთი. აი ეს რაღაც უნდა ჩაიცვას ახლა ავთომ. რომელიც რეალურად არანაირი ენერგიით არ იმართება, უბრალოდ სპეციალური ფეხსაცმელია, რომლის ანუ სიარულისას გროვდება წნევა. და ეს წნევა შემდეგ ეხმარება ადამიანს იმაში, რომ გადაანაწილოს სიმძიმე. როგორც გვეუბნებიან, 20%-ით ამცირებს სიმძიმეს ეს წონას ეს პროდუქტი, ობიექტის წონას. მაგრამ ეხლა ვნახოთ ავთო გასინჯავს, რამდენი საღება შეუძლია მარტივად. ახლა რაც ჩანს, მთლად მოხერხებული კოსტუმი არ ჩანს, მაგრამ ალბათ დაიხვეწება. და რომ დაიხვეწება, ძალიან კარგი იქნება. ანუ ვერაფერი ვერ ვიგზელი საერთოდ. იმიტომ რომ მთელი ისჭირდება მე მგონი კოსტუმი. ხო, ანუ კარგად უნდა ჩამეცვა, ალბათ უნდა შემეკრა. ერთადერთი რაც იყო ჩაჯდომის დროს, აქ ჭიმავდა და წინ არ მიშვებდა რა, ალბათ იმის გამო რომ აი აწევის დროსაც ესა წონა სწორად ყოფილი გადანაწილებული რა. მე მგონი უბრალოდ პატარა ქონდა ეგ ის. ხო, თან დიდი ვარ. იმიტომ რომ ნახე აი როგორაცვიათ, ანუ ცოტა სხვანაირი სისტემით არის რა. ხო. ანუ არ მიშვებდა რა. ანუ წინ არ მიშვებდა რომ ამეღო და ეხლა. ეგ ის არის, რა ქვია, ეგ სხვა ის არის მოდელი კაცო. ეს სხვა რაღაცისთვის არის და ის სხვა არის. ის არის ერგონომიული, ნახე? ხო. ანუ ზურგის დამცავია ერგონომიული, რომ სწორად ჩაჯდე. სკოტებს რო აკეთებს, სიმძიმის აწევა ხო სწორად უნდა გააკეთო, თორე წელს ამოიგდებ. და მაგისთვისა რაც შენ გეცვა და ამათ სხვა რაღაცა აცვიათ, ამათ აცვიათ ის ფეხსაცმლიდან რაც გროვდება. მე ფეხსაცმლის ამბავ უფრო მაინტერესებს ბილად რო ვიარო რა. არა, ეს ბილად სიარულისთვის არ არის. ეს რო დადის, შეხედე? ხო. ეს რო დადის. იბერება, ხო? ისინი ისება იმით ჰაერით, რომელიც გაძლევს წნევას იმისთვის, რომ 20%-ით ამწირებს წონას რო იღებ რა. რავი, 10 კილოიანს 8 კილოდ გწნობ მაგალითად. აი, კი, მაგრამ ისეთ მე მგონი რომ ბილი უნდა იყოს მაგის სიარული რა. What is this?
These are glasses for people who are blind or vision impaired. okay. They have radar sensors that you cannot see because they're integrated right here in the front. And if there's an obstacle, they vibrate. So these are haptic vibration motors in here. And as you get close to an obstacle, they pulse vibrate. So so it's like a parking sensor on a car. And they sit right up here. Okay, can I try? Yes, you can. Okay. It works. უსიამოვნო ადამიანებში სათვალე, როცა ობიექტს ხედავს, რომელი მხარესაც ხედავს, ის მხარე მოკლედ ვიბრიდებს. აი, ყურზე მიკეთია და მარცხენა და მარჯვენა მხარეს მაქვს პატარა ვიბრატორები და okay. ხო, აი წინაც, ანუ თუ წინ დავინახე რაღაც ობიექტი, ამ შემთხვევაში ეს ჯოხი, ავტომატურად აღიქვამს ეს სათვალე. მოკლედ, აუ, საინტერესო რაღაცა რა. ძალიან განახეთ მეორე მოდელი, რომელიც ხო, ეხა გაჩერდა, ხო, ანუ ეხა აღარ აქვს ეგ ვიბრაცია. ძალიან გაჩვენეთ მეორე სათვალე, რომელსაც სპეციალური კამარი ქონა 2 კილოგრამამდე და ეს პირად მოქნილი არის რა. საყვარელი ბიომიმეტრიკის ისა, ბიომიმეტრული ანდა ხო, რომელიც ის არის, იმისთვის არის რომ მაგალითად ბავშვებთან იმუშაოს, აუტისტურ ბავშვებთან იმუშაოს, ან დემენციის პაციენტებთან იმუშაოს რა, ანუ ყავდეთ და ტედი გააცოცხლეს, ხო? ტედი რო არის, დათუნი. ეგეთ ვარიანტი ეს უბრალოდ ეხლა გამორჩებული ამ ანუ საკუთარ ვარიანტი იყო, მაგრამ ზოგადად ბევრს ნახავთ ასეც აი ამ გამოფენას. ეს არის ყვავის რეაბილიტაციის რობოტი არის. საინტერესოა რომ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მიერ არის გაკეთებული. სავარჯიშოსავითაა ხო? ამებს გაიკეთებ და ხო, და ეს სხვადასხვა ისინი უნდა დააყენოს სიჩქარე, რა ისინი, როგორი ფუნქციები ჰქონდეს, წინააღმდეგობა, რეზისტანსი, აუზისსაწმენდი რობოტები, ზიმაბლუები, ინოვაციები და ყველაზე მეტი არის აუზისსაწმენდი რობოტები და გაზონის საკრაჭი რობოტები და იმის რა ქვია, ოთახის. იგი ბევრი ნახეთ, რუმბა ხო, რუმები. ეს არის შედარებით პატარა ასაკის ბავშვების, რომელსაც არანაირი ფუნქცია აქვს გარდა იმისა, რომ მშობელს გადასცეს ინფორმაცია. ტრეკინგი აქვს და აქვს ბავშვის სასიცოცხლო მაჩვენებლები, გულისცემა და ასე შემდეგ, პულსი. იმისთვის რომ გადასცეს მშობელს, ანუ მშობელმა იცოდეს სად არის ბავშვი და როგორ გრძნობს თავს ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ის არის აზარელია ესეთი კონტროლი Black Mirror-ზე რო არის ხო? მაგრამ ხა ამ დროში ალბათ მაგრამ თან გჭირდება რა. ყველაზე მეტი ხალხი აქ არის აშკარად რაღაც მოწონთ. აქ ისინია ეს პატარა რობოტებია, Pretty Sphere, Decloak Brain. და პატარა ძაღლუნია. ეს არის ეს რობოტები იმითია გამორჩეული, რომ პირადი ინფორმაციის შენახვა გაცილებით მაღალ პირადი ინფორმაციის დაცვა აქვს მაღალ დონეზე და კიდევ ის არის რომ ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას და ერთგვარად რაღაცა სისტემას ქმნიან, ასისტირების სისტემას ქმნიან ამ რობოტებით, იმიტომ რომ შეუძლია რომ პლატფორმა არის იმისთვის რომ ინფორმაცია კარგად გაზიარდეს და გამოყენებული იქნეს. ოღონდ იმავე დროს პირადი ინფორმაციის დაცვით. ეს ძალიან საინტერესოა, ნახე. ესე იგი ყურში იდებ, ანუ იმის ნაცვლად რომ ტვინში იმპლანტი გააკეთო, ანუ იმისთვის არის რომ შეგეძლოს ხელების, ხმის და იმის რა ქვია თვალების გარეშე შეგეძლოს რაღაცის კონტროლი. ოღონდ ის კი არ არის, ანუ ჩიპი კი არ არის, რომელსაც ტვინში უკეთებ ინტეგრირებას, არამედ ჩვეულებრივი ყურსასმენელით არის. არ ვიცი რამდენად კარგად მუშაობს, საინტერესო ეს უნდა ვნახოთ. ფანარია, რომელსაც საფრთხეების ფუნქციები აქვს ინტეგრირებული რა. თან განათებული ღამე რომ მიდიხარ, თან თუ რა ხდება, რომ ამან გადასცეს ინფორმაცია და მას რა ქვია, პოლიციას ან შენს ახლობელს და ასე შემდეგ რეალთან თან ვიდეოს იღებს. ეს ეხლა თერმომეტრი. შინაური ცხოველების ხო იმით უნდა იყვნენ, ძალიან კმაყოფილებული უნდა იყვნენ და არ გავაწვალოთ სიცხის გაზომვით და ამიტომ ეს არის ჭკვიანი თერმომეტრი ცხოველებისთვის. იმისთვის რომ სიცხესთან ერთად სხვა მაჩვენებლებიც გავუზომოთ. აი, ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ ცხენების კარგ ჯანმრთელობაზეც უნდა ვიცოდოთ. ეს არის ამ ცხენი ეს? ხო, ეს იმაზე რა ფეხზე უნდა გაუკეთო, ეს Garmin-ის ეს არის. სპორტული ისინი როა ტრეკერები, ხო? ხო, ეგ არის ხო ცხენისთვის. იმიტომ რომ ცხენის ის გჭირდება ტემპერატურის, ანუ მასთან რა ქვია. კი, მაჩვენ. ცხელდება თუ რა ვიცი, ეს ფეხი, არ ვიცი რა პრობლემები აქვს ხოლმე. ცხენებს ასევე გულისცემა, რამდენი გაიარა, რავი, როგორ დაიღალა. ხო, ანუ სპორტსმენებს არც აქვთ ხან ბოლო დროს. მოჩი ცხენების კი. ეს არის აპლიკაცია, რომელსაც შესაძლებელია რომ რეალურ დროში გაიზომოს ცხოველის ინტოქსიკაცია. ხო.
ან თვალია თუ არა იძინება თუ არა ეგეთ რაღაცები, ხო? ანუ ამაზე შეიძლება მე სხვადასხვა იმის მიღმა. კომერციული მანქანებისთვის არის რეალურად ანუ ეხა ადამიანებისთვის სახელმწიფო კომერციული ხო კომპანიები, ავტობუსები, ეგეთ რაღაცები ხო. ხო, აი სახს შეგიძლია გქონდეს რა. და მე მაგალითად დავით გამდი, იმიტომ რომ აქ კი, ანუ ნებისმიერი ისა მიკრომწვანილები რაღაცეები სახლისთვის ჯანსაღად შეგიძლია მოიყვანო ინსტაფარმი. თან მე მგონი ჰიდროპონიკაც არ არის, ანუ ჩვეულებრივი მიწა არის, უბრალოდ აგე ის მანათობელი ნატურა დადის და ყველაფერს ეტაპობრივად ანათებს. თუ არ ვწდები ეს დრონები აკეთებენ კაი საქმეს. ჩვენ ჩრდილოელი მეგობრებს არ მოწონთ. მოკლედ ლას-ვეგასის სფეროში ვართ. პირველი გამოცდილება ჩემი უზარმაზარია, საკმაოდ დიდი და საინტერესო რაღაცების კეთება შეიძლება აქ. ბევრი ვიდეო მაქვს იმას ლაგითხრა დანახი და არ ველოდი ესეთ კარგ ხარისხს ეკრანის თუნდაც, იმიტომ რომ გარედან რაც აქვს ის პიქსელები, ხო, ახლიდან შედარებით ცუდია, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, შორიდან შთამბეჭდავია და სარეკლამო კუთხით ბევრ კარგ რაღაცაში გამოიყენება. Mercedes-ის ახალი პიპია, საკმაოდ კარგად გამოიყურება. ნუ Mercedes-ია მინიმუმ. საკმაოდ კომფორტულია. ავტობლოგერი არ ვარ, მაგრამ საჭე, რა ვიცი, კაია. აი ტრონი ვისაც აქვს დანახი, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მაგის ინსპირაციით შექმნილი არ ვიცი რა არის. ტრიკოციკლი, სამბორბლიანი რაღაცა. მაგრამ რა ვიცი, ან ბეტმენის, ან ტრონის ვაიბით არის აშკარად გაკეთებული. Brain on wheels. ტვინი ბორბლებში. ასე ახასიათებენ. როგორც ხედავთ, ავი მე მგონი ლიდარი სისტემა აქვს ზევით, კამერები. ხო, food deliver. Yeah. It's nice. საყვარელი თვალები აქვს დანახი აქეთ. This is LiDAR? Yes. ხო. It uses AI and LiDAR to basically drive itself around the sidewalks. Okay. Nice. Oh, it's so cute. ეს არის რეალურად მომავალი რა. ვერტიკალურად შეუძლია აფრინდეს, ანუ ერთი წერტილიდან როგორც ვერტფრენი და შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი დისტანციები დაფაროს. ფრინავი ტაქსის ერთ-ერთი კაი, ყველაზე კაი მოდელია. რა ვიცი. მაგარ მომავალში ცხოვრობთ რა 5 წელიწადში გვექნება ის ასწაული რაღაცეები საყოფა ცხოვრება მოხმარებაში თორე ეხა რაღაც შოუკეის მოდელები ბოლო 10 წელია ბევრი გვინახავს. ოკეი, პირველი ჩაჯდომა არის Cybertruck-ში და ნახოთ როგორი ტრაქია. ძალიან მინიმალისტურია. რა ვიცი, ძალიან მომწონს ამ დიზაინი რა. აუ ჩემს მანქანას მეტი არაფერი არ უნდა ქონდეს, ერთადერთი რაც ალბათ იწერება ხოლმე მეც ამჯობინებდი რომ რაღაცა ღილაკები იყოს ღილაკებად და არა ყველაფერი სენსორში, მაგრამ ესეც მიჩვევის და კომფორტის ამბავია რა. მოგეთ საკაიფოა. Thank you very much. პირველად ხედავ რეალობაში ამ რობოტს, ძალიან მაგარი შეგრძნებებია. უფრო პატარა მეგონა, ხა ფოტოებში და ისე ტექნიკური ნახაზები მაქვს დანახი და მის პარამეტრებიც ვიცი, იმიტომ რომ გასულ წელს ავაწყეთ ამის შედარებით პატარა ვერსია. რა თქმა უნდა, ესეთი მექანიკი და ესეთი მოქნილობით არა, მაგრამ რაღაცა ვცადეთ. ხო და ეს მასშტაბი ვაფშე სხვა არის რა. არ ვიცი, აი სასწაული მომავალი გველოდება. სასწაული ტექნოლოგია ვითარდება და ყოველდღიურობაში კიდევ უფრო წუნდები, რომ მაგარ დროში და მაგარ ეპოქაში ცხოვრობთ. Hi. ერთ-ორ წელში ალბათ დაიხვეწები და აშკარდები. არინერიულო მეგობარო, შეგიძლია მიბაძო აგერ გვერდით ზე უფრო მაგარი ოპონენტები არიან. რაღაცები ისწავლო და ამუღამო გაიზარდო და შემდეგ წელს დაგვიბრუნე. მოკლედ, გული არ გაიდეხვა დედაპლატა. რა მნიშვნელობა? ამას ქართველი ელექტრიკი დედას უტირებდა ერთ დღეში, ჩვეულებრივად დააერთებდა რა უნდა ძმაო ამას რუიანი კაბელი, ერთნახევრიანი იქით, ორნახევრიანი აქეთ. და რა ვიცი.
ვიღაცებს სამსახურის დაკარგვის შეშინოდა, მაგრამ როგორც ხედავ, თვითონ რობოტებიც ეძებენ სამსახურს, კონკურენცია იმხელა, მინიმუმ ამ პავილიონში არის დაახლოებით 50-ზე მეტი სხვა ტიპის რობოტი, სხვა საქმიანობით დაკავებული და შესაბამისად ამ საწყალსაც უწევს სამსახურის პოვნა. ჩვენ რა ვთქვათ ადამიანება, იმიტომ რომ სულ მალე ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დავდგებით. მე ეს ჩემი აზრია, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარება, ბაზარზე სხვა კომპანიების განვითარება, მათი საჭიროებები მეტყველებს იმაზე, რომ ბევრად აჩქარდა ყველაფერი და ადამიანები რაღაც მომენტში ვნელდებით. კიდევ ერთი კაი რაღაცა, მარტო ხელად არ ამხოლოდ ადამიანებისთვის, აგერ დამლაგებელი და საწოლის ამლაგებელი რობოტი და არა მხოლოდ შეუძლია გარეცხვა, დაყრილი ნივთების აღება, თავის ადგილზე დაწყობა. როგორც გვეუბნებიან და ვიდეოში ვნახეთ, სააბაზანოს და სხვა ტერიტორიების დასუფთავებაც. ხო, ეს ფარტნერ რობოტები წელს ძალიან დიდი დოზით არის რა. ანუ რობოტები, რომლებიც სახლის საქმეებში გვეხმარება და აქ ხა რაღაცეები კი არის ჩამოთვლილი, მაგრამ ბევრი კიდე სხვა, მათ შორის საჭმლის კეთება, წეღავ ვნახეთ ჩვენ იქ ბარმენი რობოტი, რომელიც კოქტეილებს ამზადებდა და სხვა. Do you know Georgian language? I can speak Georgian as well. Just let me know what you'd like to talk about and we can switch to Georgian. გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად ვარ. გემადლობ. შენ როგორ სარგეს? მეც კარგად ვარ. აქ რა საკეთებ, ან რა შეგიძლია? მის შემიძლია სხვადასხვა დავალების შესრულება, მაგალითად ნივთების დალაგება, საუბარიან ადამიანებთან ერთად მუშაობა, რაში გაჩერდებათ დახმარება. მითხარი აქ რა ხდება ამ სივრცეში? Axla ჩვენ ვიმყოფებით CES-ის გამოფენაზე ლას-ვეგასში, სადაც ნეურა რობოტიკსი კრაჯენს თავის უახსნეს რობოტებს და ტექნოლოგიებს. რობოტები ადამიანებს ჩაანაცვლებენ? რობოტები ადამიანების ჩანაცვლებას კი არ ცდილობენ, არამედ მათთან ერთად მუშაობენ, რათა ყოველგვარი ამოჩანები გამარტივონ და უფრო ეფექტური გახადონ. ანუ რობოტებმა უნდა იმუშაონ და ადამიანებმა დაიშვენონ, ხო? არა, პირიქით. რობოტები შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანებს დაეხმარონ და ერთობლივად მუშაობის პირობები გააუმჯობესონ. არა, რათა ისინი ჩაანაცვლონ. მაგრამ თუ რობოტები იმუშაობენ, ადამიანებს დასვენება ხომ შეეძლებათ? დიახ, რობოტები რუტინულად და მგლელ ამოქანებში დახმარებით, ადამიანებს მეტ დროს და ენერგიას უზოგავენ, რომ მათ უფრო შემოქმედებით და მნიშვნელოვან საქმეებზე გაამახვილონ ყურადღება. ანუ ვერ ჩავჭერი რა, ჯერჯერობით უსამსახუროდ არ ვრჩებით მეგობრებო და მერე ვიდარდოთ 1-2 წელიწად შემდეგ წელს რო ჩამოვალ, რა პასუხებს მივიღებთ, მაგის მიხედვით რა. ანუ გარფილდი დამიხატა მეგობრებო, აგერ აქ და მიხვდა ალბათ რომ პუმპულა ვარ და ჩემერი პუმპულა გამიგეთა რობოტმა და მადლობა რობოტს რა, მე მაყოფილი ვარ. თან ხო გაგვთ ნანახი ლავდეც რობოტი, იქ მხოლოდ კატები და რობოტები გადარჩებიან. Hi. Hello. მოგეთ პირველი გატესტვა Insta 360-ის ახალი 360 გრადუსიანი დრონის, რომელიც იღებს 8K-ში და ნახოთ აბა პირველი შეგრძნებები რა იქნება. ყველაზე მაგარისაა რომ ახალი headset-ი აქვს, რომელსაც წინ კამერა აქვს ეკრანი და შეგიძლია რომ რაღაცეები გადაიღო. Okay? Can I try? Turn this on. And rotate it now until you can see clearly. This is for the pupil distance adjustment. Okay, take your time. Okay. Okay, my man Terry will take me over, okay? Okay, 1 minute. Terry. მოვიგო ჩემს იმაზე. Yeah.
in or not? It's okay, yeah. It's okay. You can see clearly. Yeah. მოგეთ ეხლა ტესტავ მეგობრებო Insta360-ის გამოშვებულ პირველ 360 გრადუსიან დრონს, რომელიც არის 259 გრამი, ანუ არ ჭირდება დამატებითი ლიცენზია მართვისთვის. ძალიან მსუბუქი არის მოგზაურობისთვის, ლაშქრობისთვის. აქვს უამრავი ტრეკინგი, რომ მაგალითად რაღაცა მონიშნო კონკრეტული ობიექტი ან შენი თავი და დრონი გამოყვეს და ძალიან ბევრი სენსორი იმისთვის, რომ მცირე დაზიანებისგან აირიდო თავი. მოგეთ აქ ბურთულა გორგოლაჭი რომის მეშვეობითაც ძალიან მარტივია ნავიგაცია, ანუ მარცხნივ მარჯვნივ ტრიალი და აქვს ღილაკი, რომელზეც დაჭერის შემთხვევაშიც ასე ვთქვათ, აქსელაციას აკეთებს დრონი და შეგიძლია ჯოისტიკი გადახარო და იმ მიმართულებით გაფრინდეს. მაგალითად აი ხა წამოვალ ცოტა ჩემს მხარეს. Yeah, okay, nice. და ყველაფერი რაც თავარი აი აქ შეგიძლიათ დაინახო, აი აქ შეიძლება დაინახოთ. ხო, მართლა ვისაც ეს დრონი გაინტერესებთ კონკრეტულად, როგორც ვთქვით, თბილისში უკვე ჩამოსულია Digicopter Tech-ში და შეგიძლიათ მიმართოთ და ადგილზე უფრო ახლოდან დაათვალიეროთ. დღეს არის CS-ის ბოლო დღე. ამ რამდენიმე დღეში ძალიან ბევრი რაღაც ვნახე, კაი გამოცდილება დავაგროვე, ბევრი კონტაქტი შევიძინე. წინასწარ მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და სხვა სოციალურ პლატფორმებშიც გავამყვეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხარისხიანი კონტენტი ამ თემაზე და არა მხოლოდ შემოგთავაზოთ. აქ რომ ხარ, წმუნდები რომ მთელი მსოფლიო ძალიან სწრაფად ვითარდება, ძალიან სწრაფად. გასულ წელთან შედარებით ჰუმანოიდები არის დაახლოებით 50-ჯერ უფრო მეტი სხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი სხვა სპეციფიკაციის მახასიათებლების. აქ საუბარია მხოლოდ ჰუმანოიდებზე. თუმცა AI ინტეგრირებული რობოტი გაზონის კრეჭიდან დაწყებული აბაზანის დასუფთავება, წყლის ხარისხის წმენდა, ჯანმრთელობის მიმართულებით, მანქანებში, დრონებში, თვითმფრინავებში აბსოლუტურად უამრავი ტექნიკა არის და ყველგან აბსოლუტურად იყენებენ AI-ს უკვე. ასევე შეამჩნევით, რომ ტექნოლოგიების უმრავლესობა იყენებს NVIDIA-ს ჩიპებს, ან მინიმუმ ტრენინგდება NVIDIA-ს სიმულატორში, Omniverse-ში, სადაც მილიონობით ალგორითმი ეშვება, მაგალითად ერთი კონკრეტული ჰუმანოიდი რობოტის მილიონობით ალგორითმი ეშვება, სხვადასხვა სცენარი ვითარდება, მაგალითად კიბეებზე ასვლა, ქვებზე გადაადგილება, ბალახში იმაზე ხტომა, ყუთის გადაადგილება და ამ შემდეგ მსგავსი ტიპის სიმულაციებზე ეშვება და საბოლოო ჯამში იქვე ტრენინგდება. მე უკვე ეს დატრენინგებული მოდელი, ყველაზე კარგი ალგორითმი რაც არის და კოდი იწერება უკვე რობოტში და ფიზიკურ სივრცეში როცა ის იმ დავალებებს ასრულებს, უკვე ნასწავლი დატრენინგებულია. მაგალითად ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, მათ შორის ჯანმრთელობის მიმართულებითაც ძალიან ბევრი რაღაც შევხვდა ჩვენ. უამრავი ტექნოლოგია, რომელიც ამარტივებს და აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს, მონიტორინგს, მათ შორის რაც არის მნიშვნელოვანი, ეს იქნება სხვა დაავადებების წინასწარი აღმოჩენი თუ სავარჯიშო ტრეკერები და ამ შემდეგ. ერთი ის შემიძლია დავამატო, რომ აქ თუ მოდიხარ, უნდა იყო მზად იმისთვის, რომ დღეში 13-დან 15 კილომეტრამდე გაიარო. უსარმაზარი აქ გაურობა, ძალიან დიდ ტერიტორიებს ფარავს. როგორც წინაზე გითხარით, 32 სტადიონის ხელა არის არეალი დაახლოებით 10 უნდა იარო. ოღონდ ესე გამარტივებული ან წრეზე ვერ ივლი რა, უნდა ერთ სივრცეში შეიძლება რომ რამდენიმე ჯერ მოგიწიოს გავლა, იმისთვის რომ სხვა სივრცეში გადახვიდე. უზარმაზარი სივრცეა, ძალიან ბევრი პავილიონი, ძალიან ბევრ სართულზე გადაჭიმული, ძალიან დიდ არეალზე. სადაც აი ყველაფერს ნახავთ რობოტებიდან დაწყებული, ჯანმრთელობის აპლიკაციებით და ტექნოლოგიებით დამთავრებული. ბოლო 5 დღეში მაქვს საშუალოდ 13-14 კილომეტრი გავლილი მარტო ამ ექსპოების დათვალიერების დროს. ამის გარდა საათობით ვიდექი რიგებში, კონკრეტულ სესიებზე ან ტექნოლოგიის პავილიონში ასვლელად და ცალკე იმ სესიებზე ყოფნის დროც, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერია. ანუ გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრს დავდივართ, რაც წეგან აღნიშნე, რამდენიმე ათეულ პრინციპში კილომეტრს. ასევე ძალიან ბევრი დრო იხარჯება აი ამ რიგებზე. რაღაც ნაწილში გამემართა, რომ მედია ვარ, იმიტომ რომ კონკრეტული სესიების შესასვლელად მედიისთვის ცალკე არის რიგები, რომელიც პირველად მოკლე არის ვიდრე ჩვეულებრივი დამთვალიერებისთვის და ამაში მოკლედ ცოტა იოლად გამოვედით.
საყოფაცხოვრებო ტექნიკა არის ისევ ძალიან ბევრი, ესასუტები, გაზომკრეჭები, სარწყავი სისტემები, განათებები, აგერ ისევ EcoFlows ტექნიკა, რომელიც, რა ვიცი, ძალიან მადგება, იმიტომ რომ აქ რო დავდივართ დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე არის ეს სივრცეები და მე უკვე საღამოს გავდივართ ლას-ვეგასში სხვა აქტივობებზე და ფაქტობრივად დილის 7-დან ღამის 11-12-ის ნახევრამდე ვართ გარეთ და სულ გჭირდება მოკლედ რომ ჩვენი მობილურები და ტექნიკა იყოს მუდმივად დამუხტული იმისათვის რომ რამე არ გამოგვჭის. ანუ ამ მაცივისთვის მთელი კედელი გჭირდება? ეს ხო მაცივარია. ეს შეიძლება ნეტა? Hello. ეს არისო, ანუ ფეთი ადამიანებისთვის ვისაც არ შეუძლია ფეთის ყოლაო რა. ანუ ზოგს ალერგია აქვს, ზოგს რაღაცა მზრუნვალობა ჭირდება, ყურადღება ჭირდება და აი მათთვის არის ესეთი საყვარელი სათამაშო. აი თუ გავინ არის აბა? აი ეს არის რა, არც მას დაგიყრის, არც რამე ისე, არც უნი ექნება. ეს ვიდეო თავარია დამოლდა მაილომ არ ნახონ. გერთვებით რობოტების ბრძოლის მექადან და მოემზადეთ საქართველოს რობოტების ბრძოლის შემდეგი ივენთისთვის.